ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ქართული ოცნება პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღესმოქმედი რედაქციის პირდაპირი აზრი. ამ საკითხზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ვამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. შარშან პარლამენტმა მიიღო ფარას მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არ საგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეული ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება მათ შორის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები იმისათვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა.